განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენი ბოლო შეხვედრა დაეთმო წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრებას და მოღვაწეობას და როგორც აღნიშნავდით, შემდგომ შეხვედრაზე, ესე იგი დღეისათვის, დავიწყებდით იმ უმდიდრესი და უღრმესი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის ყველაზე უფრო ზოგად ანალიზს, რასაც კი ჩვენი გადაცემის ფორმატი დაიდევს. ლიტერატურული მემკვიდრეობა, მისი შრომები ათანასე ალექსანდრიელისა უდიდეს დაინტერესებას აღძრავდა ძველთაგანვე. აურაცხელი გამოკვლევაა მიძღვნილი წმინდა ათანასეს საღვთისმეტყველო მოძღვრებისადმი, მისი საღვთისმეტყველო სწავლებებისადმი, ცალკეული შრომებისადმი, პუბლიკაციებიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი, ყოველ შემთხვევაში ცენტრალური შრომებისა დღეისათვის ჩვენ მოგვეპოვება და შესაბამისად არ არის რთული მთლიანობაში მთელი სისავსით წარმოვიდგინოთ ის მასშტაბი და ის ღირებულება და მნიშვნელობა, რაც ათანასე ალექსანდრიელის შრომებმა მოიპოვეს საეკლესიო ლიტერატურის, საეკლესიო მოძღვრების თვალსაჩინოში. არაიშვიათად გამოთქმულა გაკვირვებაც, რომ ამგვარად დამაშვრალი მოღვაწე, ესოდენ მრავალრიცხოვანი მტრისგან გარშემორტყმული და ამ ზომის სირთულეთა დამძლევი თავის ცხოვრებაში, მაინც პოულობდა დროს ღრმა, სტაბილური და საკმაოდ ნაყოფიერი ლიტერატურული, წერილობითი მოღვაწეობისთვის. წერილობით ღვაწლშიც ათანასე ალექსანდრიელი ჭეშმარიტად შეუძლებელს ახორციელებდა, ამ ძალამ შეაძლებინა მას ყოველივე. რწმენამ იმისამ, რომ საფრთხის ქვეშაა ჭეშმარიტი მოძღვრების დამკვიდრება კაცობრიობაში, მაცხოვნებელი ღვაწლის მიმართულება, გზა, იხშვება ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეთაგან და რომ კვლავ განიხსნას ბჭენის სიმართლისანი, ღვთის განგებით უნდა წარმოჩნდეს მოღვაწე ახოვანი, რომელიც თავის თავზე იტვირთებს ამ უმძიმესი, ურთულესი და ყველაზე უფრო აუცილებელი მისიის აღსრულებას, ჭეშმარიტების გზის გაკვალვას, იმ ცრუ რწმენისა და ცრუ მეცნიერების სიბნელეში, რაც არიანელობა მოიტანა და თითქმის მთელ იმპერიას მოჰფინა. ცხადია, რომ ამ ლიტერატურული მემკვიდრეობის, ამ წერილობითი მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი ათანასესგან მიეძღვნა საკუთრივ არიანულ ერესს და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს იყო უმთავრესი და ყველაზე უფრო იმ პერიოდისათვის საშიშროების შემცველი მოპირისპირე ძალა ჭეშმარიტებისა. ამიტომ ათანასეც საკუთარ ხვედრს ამ ჭრილში ხედავდა. მართალია, ჩვენ წმინდა ათანასე ალექსანდრიელი არ გვევლინება რაღაც განსაკუთრებული ერუდიციის მქონე პიროვნებად ზოგადი გაგებით, თუნდაც ანტიკური გაგებით, კლასიკური განათლების კუთხით, თუმცა ამ ხრივაც მას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიმაღლეები აქვს მოპოვებული, მაგრამ უფრო დიდი ერუდიტები არის ცნობილი, თუნდაც საეკლესიო ასპარეზზე, ეს ამაში არ არის მისი გამორჩეულობის საიდუმლო. გამორჩეულობის საიდუმლო გახლავთ საკუთრივ საღვთო წერილის განსაკუთრებით ღრმა მწვდომელობაში, მართლაც ღვთიური მადლმოსილებით, ამ კუთხით, ათანასე ალექსანდრიელის რჩეულობა სრულიად თვალსაჩინოა, ამან შეაძლებინა მას ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში მრავალი გადამწყვეტი მნიშვნელობის ციტატა მყისიერად მოეხმო და საღვთო წერილის მოძღვრების ჭეშმარიტი სახე გამოევლინა და ყველასთვის წარმოეჩინა თავისი მტკიცებულებითი ნიშნით, როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის და ღირებულების არგუმენტი. ერთია ფაქტოლოგიური ცოდნა საღვთო წერილისა მუხლობრივი ხსოვნა უზარმაზარი ტექსტის და მეორეა აღნიშნულ მუხლთა სიღრმისეული ჭვრეტა და სწორედ ამ ორი თავისთავად და ცალ-ცალკე აღებული უაღრესად ღრმა სამოღვაწეო სიმაღლის ერთდროულად და ერთობლივად და ერთმთლიანად პყრობა, ერთი მხრივ კვლავ აღნიშნავთ ფაქტოლოგიურად მთელი საღვთო წერილის ზეპირად ხსოვნა და მეორე მხრივ სიღრმისეულად წვდომა ყოველივე იმისა, რაც საღვთო წერილში შეუწყებული, აი ორივე ეს ასპექტი ერთმთლიანად პყრობილი ათანასესგან ამ პიროვნებას უკვე ჩვენთვის გასაკვირი არაა, მართლაც წარმოაჩენდა და გამოკვეთდა ერეტიკოსთა წინააღმდეგ, როგორც შეუმოსრავ კლდეს, ქედუხრელს, რაზეც ჩვენ წინა საუბარში აღნიშნავდით, მიუხედავად მრავალგზისი დევნულებისა,
მიუხედავად მრავალგზის უკუხმობისა, მიუხედავად წუთი ჟამს ცვალებადობისა, არა მხოლოდ იმპერიის ცხოვრებაში, არამედ საკუთარ სამეგობრო წრეშიც კი, უახლოეს გარემოცვაშიც კი, მიუხედავად ამგვარი მიმდინარე და დაუდეგარი მოვლენებისა, რასაც სხვა შეიძლებოდა მთლიანად წაელეკა და არათუ ახოვანება არ შეენარჩუნებინა მისთვის, არამედ გასაკიცხი უბადრუკებითაც შეემოსა იგი, ამის ფონზე ათანასე ალექსანდრიელის ახოვანება ზემოთქმულიდან გამომდინარე უკვე ჩვენთვის ასახსნელია. ასახსნელია იმიტომ, რომ საღვთო წერილმა შეაძლებინა მას ეს ყოველივე. ათანასე ალექსანდრიელზე ჭეშმარიტად განხორციელდა უფლის სიტყვები, რომ კაცთაგან შეუძლებელარს გარნა არა ღვთისაგან. ამიტომ და აცხადი ასეც იქნებოდა თვით ათანასეც საკუთარ ძალმოსილებას თავის თავს არასოდეს განუკუთვნებდა, არა მხოლოდ მოიპოვა ჭეშმარიტების საუნჯენი, არამედ ყოველივე ეს ყველას გადასცა ფოტი ათანასე ალექსანდრიელის შესახებ ხოტბას აღავლენს და მის სტილსაც, სამწერლობო სტილსაც უაღრესად ლაკონური ტერმინებით გვიხასიათებს. ფოტი კერძოდ ამბობს, რაც შეეხება ათანასეს სტილს, ეს სტილი არის ნათელი ყველგან მის შრომებში, ცხადი და მარტივი. ამავე დროს ის არის მგზნებარე, ესე იგი სტილი არის მგზნებარე, ღრმა და უკიდურესად მხნეობის მქონე თავის არგუმენტირებებში. ესე იგი უდრეკელობის მქონე, შეუდრეკელობის მქონე თავის არგუმენტირებებში. მისი ნაყოფიერება, ათანასეს ესე იგი ნაყოფიერება ამ სფეროში ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. ესაა მე-40 კოდექსი ფოტი პატრიარქის ცნობილი ბიბლიოთეკისა. საზოგადოდ, რაც უფრო აღმატებულია სულიერებითი სიღრმით ნაშრომი, მით უფრო მეტად შემოქმედებითია ამ შრომის ავტორი თუნდაც სტილურ საკითხში. ჩვეულებრივი დაკანონებული თვალთახედვით პავლე მოციქულის ეპისტოლეებზე უფრო მეტად დამარღვეველი კანონიკური სამწერლობო სტილისა ალბათ არც არსებობს. აქ არის ყოველგვარ ზღვარს გადასვლა, ყოველგვარი ფორმის დარღვევა ხშირად სხვადასხვა მრავალმუხში, მაგრამ ეს ყოველივე განპირობებულია უაღმატებულესი სათქმელის, არამატერიალური სათქმელის, მატერიალურ სიტყვაში დატევნის სურვილით, რომ სხვებსაც გადაეცეს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა, აბსოლუტური მოცულობით მატერიალურ სიტყვაში ვერასოდეს ვერ დაეტევა და ხელოვანება ჭეშმარიტი მოძღვრისა, ჭეშმარიტი მჭვრეტელისა, ჭეშმარიტების მჭვრეტელისა, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება გამომსახველად, რაც შეიძლება მაქსიმალური აზრ გამჭვირვალეობითა და სიცხადით, როგორმე ის მისგან განჭვრეტილი და მისგან წვდომილი სულიერი სიმაღლეები სხვათათვისაც გასაგები, საწვდომი და მოსახელთებელი გახადოს. აი ეს ბეწვის ხიდია ყველა ავტორთან, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენის ურთიერთ შეთანხმებულად წარმოჩენა, რომ სათქმელი გამოითქვას და ხვაწლი აღსრულდეს, ხოლო ორი ურთიერთსაპირისპირო გახლავთ სწორედ ეს სულიერი სინამდვილე და მატერიალური ფორმა, რაც, რა თქმა უნდა, სულიერ სინამდვილეს მთლიანობაში ვერასოდეს ვერ დაიტევს. ისევე როგორც ახალ ღვინოს ვერ დაიტევს ძველი ჭურჭელი, ძველი თხიერი და შეიძლება ის მთლიანად ამ ახალმა ღვინომ ის ძველი ჭურჭელი მთლიანად დაარღვიოს და მოსპოს. აი ზოგჯერ ეს ახალი ღვინო, ანუ უღრმესი შინაარსი, რასაც ეკლესიის მამები ზოგჯერ მაჭარსაც უწოდებენ, რითაც მთვრალნი იყვნენ მოციქულები, ანუ სულიერი სიბრძნე მატერიალურ გარს ვეღარ იტევს და არღვევს სხვადასხვა მხრივ. აი ეს დარღვევები, რაც ჩვენ ზოგჯერ სტილურ ხარვეზად წარმოგვიჩნდება, სინამდვილეში კვლავ გავიმეორებთ, უღრმესი შინაარსის საცნაურ ყოფას და გამოვლენას გულისხმობს ჩვენს წინაშე. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენ ათანასე ალექსანდრიელის შრომებში გამოვლენილ ცალკეულ თანამედროვე თვალთახედვით სტილურ ხარვეზებს პირიქით ღირსებად მივიჩნევთ ღირსებად, სწორედ იმიტომ, რომ რაღაც ჩვენგან მიუწვდომელის, ჩვენზე ბევრად აღმატებულის მიმანიშნებელია ყოველი ამგვარი ყოფითი თვალით დანახული ხარვეზი. ასე რომ, ათანასე ალექსანდრიელის მოღვაწეობა ყველა ჩვენთაგანისთვის, ვინც შევეცდებით, რომ შევისწავლოთ ამ მოღვაწეობის ამსახველი მეტყველი ხატები, მისგან დატოვებული შრომები, შევისწავლოთ მთელი სიღრმით, აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყოველივე ამით ისეთ სიმაღლეზე აღვიწევით, რისი წინასწარ გრძნობაც ამჯერად შეიძლება ძალიან მცირედი გქონდეს.
მოლოდინზე გაცილებით უფრო აღმატებულ და უფრო ამაღლებულ სინამდვილეში და სინამდვილისკენ მიგვიწვის ჩვენ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის შრომები. მოცულობით ეს შრომები კვლავ აღნიშნავთ, თუნდაც ჟანრობრივი თვალსაზრისით ძალიან შთამბეჭდავია და ამიტომ როგორც სხვა შემთხვევებში ამჯერადაც უპრიანი იქნება გარკვეული სისტემური და თანამიმდევრული განხილვის წესით შევეხოთ თითქმის ყველა მათგანს, ჯობია ყველა მათგანს შევეხოთ, თუნდაც ძალიან მოკლედ, ვიდრე ზოგს შევეხოთ ვრცლად და გარკვეული ნაწილი ყურადღების მიღმა დავტოვოთ. დავიწყებთ კი აპოლოგეტური და დოგმატური შრომებით ათანასე ალექსანდრიელისა. ამგვარი ხასიათის შრომებიდან, როგორც ეს კარგახანს გარკვეულია, პირველ რიგში ყოველთვის სახელდება, ესე იგი აპოლოგეტურ დოგმატური შრომებიდან, პირველ რიგში სახელდება მისი ერთ შრომად შენივთებული ორი თხზულება, რომელთაგან პირველს ეწოდება ტრადიციად ქცეული სახელწოდება წარმართთა წინააღმდეგ და ელინთა წინააღმდეგ. ამ სათაურის მქონე შრომები საეკლესიო ლიტერატურაში, როგორც ადრეც აღნიშნავდით, აპოლოგეტების დროიდან იქმნება, ესე იგი მეორე საუკუნიდან და ეს ხაზი უცვლელია, ამ ხაზს ინარჩუნებს წმინდა ათანასე ალექსანდრიელიც, მაგრამ განსხვავება მისი სხვა ადრეული ეპოქის მოღვაწეებისგან იმაში გამოიხატება, რომ ათანასე არ იფარგლება მხოლოდ ელინთა წინააღმდეგ წარმოებული მსჯელობით და ამავე შრომას დაუყოვნებელი მოადევნებს მეორეს, რომელსაც ეწოდება სიტყვის განკაცების შესახებ. და ეს ორი ძეგლი ერთმთლიანია, ჩვეულებრივ და უდიდესწილად ერთ ძეგლად განიხილება, იმდენად არის ეს ორი თხზულება ურთიერთ გადაჯაჭვული. მაინც მათ ეწოდებათ, ჩვეულებრივ მრავლობითში იხსენიებენ და ეწოდებათ შრომები, ცალ-ცალკე სახელდება ისინი, სიტყვა ელინთა წინააღმდეგ და სიტყვა განკაცების შესახებ. ზედმიწევნით თუ თარგმნით ბერძნულ სახელწოდებებს, ამგვარად გახლავთ სიტყვა ელინთა წინააღმდეგ, ანუ იგივე წარმართთა წინააღმდეგ და სიტყვა განკაცების შესახებ. მიუხედავად ორი სათაურისა და ხშირად ორი დასახელებისა, ამ ორი ძეგლის ცალ-ცალკე დასახელებისა, მაინც როგორც აღნიშნეთ, კარგახანია დადგენილია, რომ ეს ორი დღეისათვის თითქოს და ცალკე არსებული ნაშრომი თავდაპირველად ერთი შრომა იყო ორნაწილედი. ესე იგი, წარმომავლობითი ნიშნით უშუალოდ ავტორიდან გამოსული სახით ორი შრომა კი არ გახლავთ ის, რაც ჩვენ დავასახელეთ, არამედ ერთი შრომის ორი ნაწილი. პირველი ნაწილია სიტყვა ელინთა წინააღმდეგ და მეორე ნაწილი გახლავთ სიტყვა განკაცების შესახებ. ამ შრომას ახსენებს ჯერ კიდევ ნეტარი იერონიმე თავის შრომაში ბრწყინვალე კაცთა შესახებ 97 თავში და სათაური ამგვარია ლათინურად წარმართთა წინააღმდეგ ორი წიგნი. პირდაპირ აქვს მითითებული ორი წიგნი, duo libri. ორ წიგნში სწორედ ეს იგულისხმება, პირველი, რომელსაც საკუთრივად ეწოდება წარმართთა, ანუ ელინთა წინააღმდეგ და მეორე, როგორც ვიკითხეთ, განკაცების შესახებ. პირველი მათგანი, ესე იგი, ელინთა წინააღმდეგ მიმართული ნაშრომი უარყოფს მითოლოგიებს, სხვადასხვა წარმართულ კულტებს, პაგანურ რწმენებს, მასშივე არის მცდელობა უკეთურების რაობის დადგენისა, უკეთურების ბუნების გამოკვლევისა, საიდან მომდინარეობს უკეთურება, როგორ აღმოცენდა ბოროტება, რა არის მისი ისტორია და ამ ყოველივეს საღვთისმეტყველო განმარტების შემდეგ, ესე იგი მომდევნოდ, ათანასე ალექსანდრიელი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც ზემორესთან დაკავშირებით უკეთურების ნაყოფს, კერძთაყვანისმცემლობას და განსაკუთრებით აქცენტირება არის კერძთაყვანისმცემლობის პოლითეიზმის, ანუ მრავალღმერთიანობის უზნეობაზე და რა თქმა უნდა საღვთისმეტყველო ნაკლოვანებაზე, სისულელეზე, როგორც მას ათანასე ალექსანდრიელი უწოდებს. როდესაც ათანასე პირველ შრომაში განაკიქებს და უკუაგდებს მრავალღმერთიანობის იმ სარწმუნოებას, რაც ანტიკურობაში არსებობდა, ამის შემდეგ ავტორი გადადის ფილოსოფიური პანთეიზმის გაკიცხვაზე. პანთეიზმი უაღრესად გავრცელებული გახდათ არა მარტო იმ ეპოქაში, ის დღემდე თანამდებია სხვადასხვა ფილოსოფიური მიმართულებებისა. პანთეიზმი მოგეხსენებათ გულისხმობს ღმერთის ყველგანყოფობას, რომ სამყაროა იგივე ღმერთი და ღმერთი იგივე სამყაროა, რომ მათ შორის იგივეობის, ანუ ტოლობის ნიშანი დაისმის და ამ გაგებით ბუნება ხდება გაღმერთებული. ბუნების ზევით, ესე იგი მეტაფიზიკურად, ანუ მიღმიერად, ანუ უზესთაესად, მატერიის ზევით სულიერებაში პანთეისტთა მიერ, რა თქმა უნდა, არანაირი სხვა ძალა არ წარმოიდგინება მათთვის შემოქმედი, ყოვლის მოქმედი, დამბადებელი არის თვითონ ეს ბუნება, ეს მატერიალური ბუნება, რომელიც, როგორც აღნიშნეთ, მათთან გაღმერთებულია.
ამიტომ ძველთაგანვე მითითებული და მკვლევართაგან დღეს ხაზგასმული შეფასება პანთეიზმისა ეს გახლავთ ყველაზე უფრო აღმატებული ნიშნით ბუნების კულტის დამკვიდრება, ესაა პანთეიზმი. მაგრამ ათანასე ალექსანდრიელი, რა თქმა უნდა, აურაცხელი არგუმენტის საფუძველზე ურთიერთისგან მიჯნავს ბუნებასა და ღმერთს და მისი დანასკვი ამგვარია, რომ ერთადერთი რელიგია, გონებასთან ახლოს მდგომი და გონიერებისა და სიბრძნის შემცველი რელიგია, ესაა მონოთეიზმი, ანუ ერთღმერთიანობა, რომ პოლითეიზმი ესაა ჭეშმარიტების საწინააღმდეგო გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უკეთურებისგანაა აღმოცენებული და შედეგიც უკეთურება, ანუ მარადიული დაღუპვა და წარწმენა. ათანასეს მტკიცებით ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ღვთის შემეცნებას, რადგანაც ადამიანის სული მონათესავია ღვთისა თავისი უკვდავებით. ზოგჯერ ათანასეს ეს აზრი არ ესმოდა სწორად და ამაში ხედავდნენ თითქოს და ადამიანის სულის არსობრივ ნაწილიანობას ღვთიურ ბუნებასთან, რომ ადამიანის სული ღვთის ბუნების ნაწილისაა პირდაპირ მნიშვნელობით, რაც რა თქმა უნდა მართლმადიდებლობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აზრია, მაგრამ საკუთრივ ათანასეს სწავლებაში მსგავსი არაფერი ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს, აქ მხოლოდ საუბარია იმ საერთო თვისებაზე, რომ სულში, რადგან იგი ღვთისგანაა შექმნილი, აღბეჭდილია ღვთიური ხატებიდან გამომდინარე, სულს აქვს ღვთისადმი ხატება, აი ამ ხატებიდან გამომდინარე თვისება ღვთიური ბუნებისა, უკვდავება, რითაც მათ შორის სულიერი მსგავსება წარმოჩნდება ადამიანის სულსა და ღმერთს შორის და სწორედ ამ ნიშნით, რადგანაც ანტიკურობიდანვე მომდინარე დებულების საფუძველზე მსგავსმი ელტვის, ეს დებულება ყველაზე უფრო ჩამოყალიბებული სახით ჩვენ გვხვდება ცნობილ ნეოპლატონიკოსთან პლოტინთან, რომ მსგავსისკენ ისწრაფვის, ანუ გარკვეული პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, მსგავს შეუძლია მხოლოდ რომ მსგავსი შეიცნოს, არა მსგავსი მსგავს ვერ შეიცნობს. ამიტომ ამბობს ათანასე ალექსანდრიელი, რომ ამ ნიშნით, უკვდავების ნიშნით, რადგან ადამიანის სული ემსგავსება ღმრთეებას, ადამიანს უკვე შეუძლია რომ ღვთის შემეცნებისკენ ისწრაფოს. ადამიანის გონება ათანასე ალექსანდრიელისთვის არის ხატი ღვთის სიტყვისა, მას ეს არაერთგზის აქვს თქმული. ხატი არის ღვთის სიტყვისა ადამიანში გონება და ამ გონებას ძალუძს ღვთის შემეცნებისკენ სწრაფვა. მკვლევართაგან მითითებულია ისიც, რომ ეს ძეგლი ელინთა წინააღმდეგ თავისი განწყობილებით და თავისი სტილური მახასიათებლებით ძალიან ახლოს დგას მეორე საუკუნის აპოლოგეტების შრომებთან, მეორე საუკუნის აპოლოგიებთან. მაგრამ რაც შეეხება მეორე ნაწილს, ანდა თუ გვიანდელი ვითარებით ვიმსჯელებთ მეორე შრომას, სახელწოდებით სიტყვა განკაცების შესახებ, რაც ზემოგანხილულს მოსდევს, ამ შრომის უპირველესი მიზანდასახულობა გახლავთ განკაცების მაკურნებელი და მაცხოვნებლობითი მნიშვნელობის წარმოჩენა. ათანასე ალექსანდრიელის თქმით, გახრწნილ კაცობრიობას და დაცემულ ადამიანს სხვა ვერაფერი გადაარჩენდა და ვერ განკურნავდა, თუ არა განკაცება. ათანასე გვაწვდის და ცალ-ცალკე განიხილავს იმ მიზეზებს, რის გამოც განკაცება გახდა აუცილებელი, არა მარტო განკაცება, არამედ განკაცება, სიკვდილი და აღდგომა მაცხოვრისა ჩვენი საუფლისა იესო ქრისტესი, რომ ეს არის, ეს მოვლენათა მთელი წყება მიმართულია მხოლოდ იქეთკენ, რომ კაცობრიობა ცხონდეს, სამყარო კვლავ თავის დასაბამიერ ღვთივქმნილობას დაუბრუნდეს და აქვე ათანასე იცავს ქრისტიანულ სარწმუნოებას განკაცების საიდუმლოსთან დაკავშირებით, განკაცების საიდუმლო არსია ქრისტიანული სარწმუნოებისა და სწორედ ამ არსებით იცავს ათანასე ალექსანდრიელი იუდეველური და წარმართული ცრუ არგუმენტებისგან, რომლებიც, ესე იგი ეს იუდეველნი და წარმართი, რა თქმა უნდა, განკაცებას ყოველგვარად ეწინააღმდეგებოდნენ და უარყოფდნენ. ზოგი მკვლევარის თქმით, ეს შრომა, ესე იგი სიტყვა განკაცების შესახებ, შესაძლოა ჩვენ მივიჩნიოთ ხსნისა და ადამიანთა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან თავის დაღწევის შესახებ ყველაზე უფრო კლასიკური ფორმით მოძღვრების გადმოცემად. აი ამგვარად შეგვიძლია მივიჩნიოთ ეს შრომა, რამაც იმავე საუკუნეში, იმავე წლებში და განსაკუთრებით მოგვიანებით მეხუთე საუკუნიდან რაღაც წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებზე. დღემდე ეს შრომა რჩება განკაცების შესახებ მოძღვრების ერთ-ერთ ყველაზე უბადლო გადმოცემად.
ჩვენს დროებით აქ შევჩერდებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.